შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული ცოტახნის წინ გამკაცრებული რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტები მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. საუბარია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებზე. კერძოდ დემონსტრაციების დროს სხვადასხვა ქმედებისთვის, მათ შორის გზის გადაკეტისთვის განსაზღვრული ჯარიმები ადმინისტრაციული პატიმრობით იცვლება. 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული თუ დემონსტრანტი შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სხვა საგანს. დანაშაულის განმეორება კი სისხლის სამართლით 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაისჯება პოლიციელის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის მესამე ფაქტიც. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია მიღებულ გადაწყვეტილებას წინა ცვლილებების არაეფექტურობას უკავშირებს, ოპოზიცია გამკაცრებულ რეგულაციებს დემონსტრანტების დაშინების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგმცდელობა დაცხადებს. აქციებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ და საბოლოოდ ხვალ დაამტკიცებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში აქციის მონაწილის მხრიდან დემონსტრაციებზე ნიღბის გამოყენება, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა და ცრემლსადენი ან სხვა მომწამლელი ნივთიერების ქონა პირველივე შემთხვევაში 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. თუ კანონდამრღვევი პარალელურად აქციის ორგანიზატორიც იქნება, მას ციხეში 20 დღის გატარება მოუწევს. საკითხის მომხსენებლის არჩილ გორდულაძის განმარტებით, მოქმედი კანონით გათვალისწინებულმა ჯარიმებმა არ იმუშავა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ დანაშაულის პრევენციის მიზნით რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ხედავთ, რომ სხვადასხვა პირები, მათ შორის გარედან ფონდებიდან მიღებული თანხების მიმართვა ხდებოდა და ხდება ჯარიმების გადასახდელად, აგროვებენ ჯარიმების გადასახდელ თანხებს და შესაბამისად ის, რომ ადამიანმა არ დაარღვიოს კანონი, ამის აღსრულება ვერ და არ ხდება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება სხვათა უფლებები. თუ საკმარისი ადგილია ადამიანებისათვის, რომ დადგინდა თავიანთი საპროტესტო მოწოდებები განახორციელონ, მაშინ მათ როგორც წარსულში ეკრძალებოდათ, ისე მომავალშიც აეკრძალებათ გზის გადაკეტვა. არავითარი ახალი რეგულაცია ამ კუთხით არ შემოდის. როგორც კი ისინი დაარღვევენ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათზე გავრცელდება კანონი, რა თქმა უნდა, იმ სიმკაცრით და იმ დოზით, რაც გათვალისწინებულია და მათ შორის რაც უფრო რბილია, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, გავიხსენოთ მაგალითად ჰოლანდიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, გერმანიისა თუ დიდი ბრიტანეთისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევა. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებული ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლით ემატება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, რომელიც სამართალდამცავს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს ან მის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება. ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში აქციის მონაწილეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. განმეორებითი კანონდარღვევა კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ასევე 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დემონსტრანტს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე იარაღი, პიროტექნიკა ან ისეთი ნივთი ექნება, რომელმაც შესაძლოა სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. გამკაცრებულ ახალ რეგულაციებს რეპრესიულს უწოდებს ოპოზიცია და დაგეგმილ ცვლილებებს საზოგადოების დაშინების მცდელობა დაფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ხელისუფლების შეცვლის გზად კვლავ ქუჩის აქციებს ასახელებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დიქტატორმა ანახოს საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი პროტესტაზრი არ აქვს, რომ ყველა შეაშინოს, რომ ტოტალური შიში ქვეყანაში გაამეფოს. მისთვის პრობლემა არის ის ადამიანები, ვინც რუსთაველზე დგანან და იბრძვიან ამდენი დღის განმავლობაში. უნდა რომ მოკლას ყველა საპროტესტო მუხტი, ბოლომდე მოკლას დემოკრატია და არ დატოვოს ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, რომელიც გაბედავს პროტესტს. ქართული ოცნების ეს რეპრესიული ქმედებები, კანონების გამკაცრება, ეს ყველაფერი
ყველაფერი არ არის ახალი. გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასაჯოს მშვიდობიანი პროტესტის ფორმა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვს გულწრფელი პროტესტი და უნდათ რომ ეს ქვეყანა ნახონ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მოუწევთ სამწუხაროდ, რომ საკუთარ თავზე იწვიონ სწორედ აი ამ რეჟიმის უფრო მეტად გამკაცრებული რეპრესიული მანქანა. რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია, ის ვერ მართავს ქვეყანას, აგერ 500 კაციანი თუ 10 კაციანი როგორც თვითონ უწოდებენ, პროტესტს ვერ შლის რუსთაველზე და იგონებს მილიონ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივას, რომ რამენაირად ქვეყნის მართვა შეძლოს, ეს აკრძალვებიც მაგას ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, რეჟიმი მაინც უნდა გაწყდეს ქუჩიდან. რეგულაციების გამკაცრება საპროტესტო აქციების შეზღუდვას არ ნიშნავს და დაგეგმილი ცვლილებების მიზანი დანაშაულის პრევენცია. ასე პასუხობს მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას და აქციებთან დაკავშირებით საერთაშორისო კანონმდებლობაზე მიუთითებს, როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, გზის გადაკეტვა ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საპროტესტო აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ტროტუარზე ვერ დაეტევა. როდესაც არ არის აუცილებლობა ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისა, მაშინ ეს არ უნდა გადაიკეტოს. საქართველოში ამ ასე ვთქვათ სანქციებს გვერდს უვლიან იმით, რომ ხდება ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გადახდა იმ ჯარიმებისა და ურჩევნიათ ამ 40 თუ 100 ადამიანს პროვოკაციულად, მიზანმიმართულად ქვეყანაში ნორმალური ვითარების ასე ვთქვათ დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით გადაკეტონ ხოლმე გზა. მცირე რაოდენობამ არ უნდა გადაკეტოს და როცა ამას მუდმივად აკეთებ, ეს არის გარკვეული გეგმა, რომ ექსტრემიზმის მიმართულებებმა აიღოს უფრო უპირატესობა და შესაძლოა ვინძლო განვითარდეს ისე პროცესები, რომ საბოლოო ჯამში ეს მივიდეს რევოლუციური სცენარის აღსრულებამდე. ზუსტად ესეთი მიზნით იყო აი ამ პერიოდში განხორციელებული ყველა აქცია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებს პარლამენტის სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტს ხელმოსაწერად ხვალვე გადაუგზავნის. აქციებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.